ის ადასტურებდა, რომ შეხვედრა ლაპარაკება ერეკლე კოდუასთან ნამდვილად შედგა. ის რომ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი 6 იანვრისთვის აქტიურად ემზადებოდა, ამაზე ვალერი გელბახიანი ვიდეო ჩანაწერში საუბრობს. ასევე საჭიროდ ვთვლი განვაცხადო. ყველა ფარული ჩანაწერი, რომელიც გახმოვანდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას და შეთითხნილია ჩემი დისკრედიტაციის მიზნით. მე მზად ვიყავი, რომ გადამეხადა ფული იმაში, რომ მათ თქვენთვის არ ესრულათ. მე შევხვდი კოდუას, მე მაინტერესებდა, რამდენად შორს წამსვლელები არიან ესენი და როდესაც მე ვკითხე მას, რომ აი მომესმინე იმისათვის რომ დაიძაბოს სიტუაცია, შეგიძლიათ თუ არა თქვენ რომ ვიღაცა მოკლათ, ხო? მან არც კი დაფიქრებულა, ასე მითხრა რომ რა პრობლემაა, მაგას უცბად გავაკეთებთ და მითხრა რომ ამისთვის საჭიროა მხოლოდ ჩემ გვარი მომცედა და არჩენს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ვალერი გელბახიანმა მითხრა რომ ქონდა კოდუასთან შეხვედრა და კოდუას მიღებული აქვს დავალება დღევანდელი ხელისუფლებისაგან, რათა ორი სატვირთო მანქანა ფალსიფიცირებული ბიულეტენები მიიტანოს და ჩაყაროს საარჩევნო ყუთებში. როგორ გააკეთებდა, რას გააკეთებდა არ ვიცი, მაგრამ ალბათ ამისი ტექნოლოგიაც გააჩნიათ. კოდუა მზად არის, რომ მომელაპარაკოს მე დიდი ფულის სანაცვლოდ ეს ინფორმაცია გამოამზეუროს და გახადოს სახალხო. მე რა თქმა უნდა მესმოდა, რომ ეს არის პროვოკაცია, მაგრამ 1% მაინც თუ არსებობდა შანსი იმისა, რომ ეს სიმართლე ყოფილიყო, მე რა თქმა უნდა ამას გამოვიყენებდი. არციმდენი ჯარი, არციმდენი პოლიცია ვინმე ყველაობანი 4000-იანი გაკონტროლდეს ერთდროულად. ამორიცხულია, ანახება როგორ არის, თარგმანზე მოწახდეთ, ლუბოებას ზედაავე როგორც ახალგა. ორკას პროგრამას შეაგდე კრაუს, ეს სპიჩკა ჩააგდეს, იგი დამწვარი ეს ყოფილი. Საშუალო სიმბანაკში წიგნესურათი, იმბანაკში წიგნესურათი. ჩვენ ძირითადად ლაპარაკობ გასჩილა ეს ბანაკა. სხვათა ეს რა. და განცხადება საპატრიარქოში, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ვიდეო მიმართვასა და განცხადებას მოყვა, ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ბატონ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ აგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად და თითქოს ამის ძალა მას კათოლიკოს პატრიარქთან სატელეფონო საუბარმა მისცა. ჩვენის მხრივ შევნიშნავთ, რომ პატრიარქისთვის აღსაღდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ეკლესია გამოთქვამს წუხილს, რომ კიდევ ერთხელ აქვს ადგილი რელიგიური ფაქტორის გამოყენებას პოლიტიკურ ასპექტში. ეკლესიის წარმოჩენა რომელიმე პოლიტიკური ზარის მხარდასაჭერად არის ყოვლად დაუშვებელი, რადგან ეკლესია იყო და არის ერის გამაერთიანებელი ძალა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საზოგადოებაში განსხვავებული პოლიტიკური მიმართულებები არსებობს. მოუწოდებთ ოპოზიციას, ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ შორის ხელისუფლებასაც, ნუ ეცდებიან ეკლესიის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. თავის მხრივ საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გაემიჯნება ნებისმიერ ასეთ მცდელობას. საქართველოს ყველა მოქალაქე ერთნაირად ძვირფასია საქართველოს ეკლესიისათვის და იგი ყველასათვის ლოცულობს.